ახალი რუბრიკა ქალები ლელის ფოკუსში დავიწყოთ, რადგან მარტის თვეა და ქალების თვეა. ყველა ქალი ძალიან ძლიერია. თანამედროვე ქალი არის ქალი, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც უნდა რომ იცხოვროს. ქალი საქართველოში არის ადამიანი, ვინც ოჯახსაც უნდა მიხედოს, ვინც სარეცხიც უნდა დარეცხოს, საჭმელიც უნდა გააკეთოს, ქმარსაც მოუაროს, შვილებსაც მოუაროს, გაზარდოს. თან როცა ეს ქალი არის მეწარმე, რამხელად რო ჭირდება შენი პროდუქტის გაზრდას და მერე განვითარებას და მერე ხალხამდე მიტანას. ეს ხო მარტივი არ არის. ურთულესი გზა გავიარეთ, ანუ ყოფილა მომენტები, რომ მიფიქრია, რომ მორჩა ამას ვერ არ გავაგრძელებ. До війни я була абсолютно щасливою людиною. Проходить година, ще одна година, а потім у тебе складається маленька валіза з дійсно якихось життєво необхідних речей, і їх так мало. რამდენამეს ვაკეთებთ, რამდენამეს ვწყობთ თავიდან. ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ მათთვის შეიძლება უფასო პროგრამა იყოს, სადაც შეიძლება ჩაერთოს და ისწავლოს AI ტექნოლოგია. არის რაღაცები, რაშიც სახელმწიფო პროგრამა უნდა მონაწილეობდეს და სახელმწიფო თორე იმის გარეშე ეს სისტემა ვერ იმუშავებს. დიდი სიამოვნება არის, რომ მარტივი ხერხები გავუზიარო, როგორ უნდა აკეთო ნათიკაციის საქმე. Це була, отак, я не кажу, що це лише потреба бенефіціара, це потреба того, хто робить цю роботу. უამრავ რამეს ვსწავლობ მე თვითონ. ზუსტად, ხო? ზუსტად, ანუ რასაც გავცემ, იმას ვიღებ კიდეც უკან. ამაზე თუ ინფორმაცია არ გავცვალეთ ერთმანეთში და ყველა ახალგაზრდას არ ქონდა ერთნაირი შესაძლებლობები, სამართლიანი არ იქნება. საზოგადოება ნამდვილად გაიზარდა და ვიტყვი რომ კომპანიებიც გაიზარდნენ და მზად არიან რომ დაასაქმონ და დაგვეხმარონ ამაში ჩვენც. და თანამედროვე ქართველი ქალი ძალიან კარგად მოაგვარებს ამას. Щось буде, і це буде. Я вважаю, що сучасна жінка повинна в себе вірити. Багато можливостей, і ми все можемо. Però ეგრე არის მართლა მაგის მჯერა, ამიტომ ძლიერი ქალი არის უმშვენიერესი ქალი თანამედროვე სამყაროში და ხო, დედა ჩემის სახი აქვს და